ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სვლა არის ევროპისაკენ. წარმოუდგენელია, მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ისწრაფოდა ევროპულ ოჯახში, თავის ბუნებრივ ოჯახში მოხვედრილიყო და ამის შანსი ისტორიის განმავლობაში პირველად მიეცა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შევინარჩუნოთ. ვიზა ლიბერალიზაცია უბრალოდ კომფორტი არ არის, უბრალოდ საყიდლებზე ჩასვლა არ არის ევროპის ქვეყნებში. ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენი ავადმყოფები ჩადიან იქ და მკურნალობენ. ვიზა ლიბერალიზაცია ამავდროულად არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიც. ევროპულ ატლანტიკური მიმართულება ჩვენთვის არის უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მეგობარი არ გვეყოლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დავიცავს. ამიტომ ევროპაში მარტო სასეირნოდ, მარტო შოპინგისათვის არ დადიან. ევროპა არის ხარისხიანი განათლება, ევროპა არის ხარისხიანი ჯანდაცვა, ევროპა არის ჩვენი უსაფრთხოება, ევროპა არის ჩვენი მოსახლეობისათვის დასაქმების შანსი, რომ წავიდნენ, იმუშაონ ნორმალურ სამსახურებში, განვითარდნენ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და დაბრუნდნენ სამშობლოში, შემდგომში თავის ქვეყანას გამოადგენ. ანუ ევროპა არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შევინარჩუნოთ ის. ყველა ადამიანმა, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ყველა საზოგადოებრივმა ჯგუფმა ერთობლივად უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და რეჟიმიც კი რაც არ უნდა გადაწყვეტილებას ღებულობდეს, არ უნდა მიცეთ საშუალება, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს ან გაუქმდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რეჟიმზე, რომ ამ ნაბიჯისკენ არ წავიდეს და პარალელურ რეჟიმში უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ დასავლეთ ევროპას ვთხოვოთ არ გაგვიუქმონ ვიზა ლიბერალიზაცია და არ გამოგვაძეონ ევროსაბჭოდან. სხვათა შორის, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება პარალელურ რეჟიმში ეტაპობრივად გამოიწვევს ევროსაბჭოდან ჩვენს გაძევებას და ევროსაბჭოდან ჩვენი გაძევება ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი უსამართლო სასამართლოების გადაწყვეტილებას ვეღარ გავასაჩვირებთ სტრასბურგში. ანუ ის ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება სამართალს მიაღწიოს ადამიანმა და სამართლიანობა იზეიმოს, ისიც კი გამოგვეცლება ხელიდან. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ დაიმახსოვროს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ევროპული კავშირი, ვიზა ლიბერალიზაცია და ამისათვის თავგანწირული, თავდადებული ბრძოლა საჭირო. რისი ძალიან დიდი იმედიც ამაქვს, რომ ქართული მოსახლეობა ამას აუცილებლად გააკეთებს.